რა იცით იმ უთანხმოების შესახებ, რომელიც უკავშირდება ბიტკოინის ქარხანა ახსენა და შემდეგ 8 პირის მიერ, ასე ვთქვათ, როგორ გაგვასაზიზღრეს, ასეთი იყო და ანუ არ შეიძლებოდა მას პირადი შურისძიების მოტივაცია ჰქონოდა ამ კონკრეტულ პირს, როგორ ფიქრობთ? მოგეხსენებათ, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ანუ როგორც ბრალდებას შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულებები, ასევე შეუძლია მოიპოვოს მტკიცებულებები დაცვის მხარეს. ამ საქმეში ცალსახად ვამბობ, აღნიშნულთან დაკავშირებით, აი რაზეც მე მეკითხვა დამისვით. არ არსებობს აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება. ეს არის მოგონილი ზღაპარი გელა უძილაურს და ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან არანაირი ნაცნობობა, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი კონფლიქტი არასდროს ქონიათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე საინტერესო რა არის, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერებს, მათ შორის ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით. ასევე ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის ყველა თავის ნაბიჯს უთანხმებს სხვა პირს ტელეფონის მეშვეობით. რაც შეეხება ტელეფონს, ის ამბობს, რომ ტელეფონი დაკარგულია. თუ ეს მართალი არის და თუ ნამდვილად ის მიზეზია, რა მიზეზეც ის საუბრობს, ეს ხო დადგინდებოდა ტელეფონით. რატომ გაანადგურა მან მიტკიცება? რა თქმა უნდა, არავის არ ჯერა ამ ზღაპრის, რაც შეეხება სვეტას, ეს არის გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი თუ შესახვედრად მიდის უნივერსიტეტის ქუჩაზე, კონკრეტულ პირთან, შეყვარებულთან თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოგვიანებით იგებს თურმე, რომ ის ყოფილა ჭავჭავაძის ქუჩაზე და ვერეს ხეობაზე ვინ გადადის, მითხარით, ვინ გადადის, რომელიც ყოფილი ადამიანი იცვლის ტანსაცმელს და გადადის ვერეს ხეობაზე ფეხით? რა თქვა, ხო, გავშალოთ. პირველი მტკიცდებაო ვიდეო ჩანაწერებით. აი, რა მტკიცდება ვიდეო ჩანაწერებით? შეკვეთა? უთანხმებს ვიღაცას თუ მესიჯობს მაშინ აუდიო ჩანაწერი უნდა კონდეს. კაკაბაძემ საიდან იცის, ვინმეს რამეს უთანხმებს, შეყვარებულს წერს, მეგობარს წერს, რაიმეს საიდან შინაარს იცის იმ მოწერის, რო ამბობს უთანხმებს, ეს არის მისი ვარაუდი ვერსია და სასურველი ვერსია. არის ეს მტკიცებულება? არ არის. მე ამბობს, რომ არ ქონია არანაირი უთანხმოება და არც იცნობს რა იცის კაკაბაძემ ჯანგველაძე და უძილაური იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. უკრაინაში იყო ახალდამაგად გვერდში დაყვებოდა თუ რა, საიდან იცის მან? ესეც მისი სასურველი ვერსია, პროკურატურის ვერსიას ავითარებს. მე ამბობს, გაანადგურაო მტკიცება, რა მტკიცება გაანადგურა? ტელეფონზე აქ ამ შემთხვევაში აქცენტი, თუმცა აი აქ საინტერესო. რა მე გაანადგურა ტელეფონი, კი ბატონო, გაანადგურა რა მე. ადამიანი იძახის დანაშაული ჩავიდინებდა, გაანადგურა შინაარსობ თქვათ ფოტოებია, რაღაცეებია, ხო, ეგება მე არ მინდა იმით რაღაცით დამიხო, რაღაც ყველას პირადად ჯერ ერთი ტელეფონი თუ გაანადგურა რაღაცა ანძები ხო არ არის იქ ვის ულეკავდა მესემესი ვისთან მიდიოდა ვისთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ანძები ესენი ვისატყუებენ უბრალოდ ცდილობენ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში თორე ეს არის ჟონგლიორობა სხვა არაფერი გარდა ამისა როცა საუბრობს გავაგრძელო მინდა ნახეთ მე ამბობს რომ ისაო რა ქვია ცეცასრული არაღზეც მინდა გითხრათ ხო ჩვენ თქვით რომ ესე იგი მე რაც ვერსია განვავითარე, ზუსტად ეს მტკიცდება, რომ მან ძალიან მაღალი ალბათობით და ასეც არის ჩემი შინაგანი რწმენით. მასროთეკაში მასრა არის შეცვლილი და სპეციალურად არის დადებული სხვა იარაღის. აი ამ საქმეში არის ჩადებული, აი რო ედავებიანი. წინა გადაცემაში რაზეც საუბრობთ. კი ბატონო. იკვეთება ტენდენცია რომ შეიძლება მართლაც ასეთი რამე იყოს. არა ეს ფაქტია, კაცი ამბობს, მე სხვა იარაღით მოვუკალიო, საქმეში სხვა იარაღი ჩანს. გამოაჩინეს რომ თითქოს ჯანო აი ეს სისულელეები არის საქმეში.